ცეთოლა ესასწავლეთ და მოვიდა ეს მთავრობის წევრები როგორც შევია დიდ დღესასწაულებზე დიდი კელეტრებით ხელში იძენ წინ მეტიც ამბიონზე ავიდნენ რა ისე ვავიდნენ საკითხაოს უყველანი რა ამბიონზე იქ რაღაც განსხვავებები გააკეთეს რა გეომეტრია რა ეს არის უკანონობა არ აქვს უფლება საერო პიესი ამ წმინდა ადგილიდან მიმართოს ხალხს ეკლესიაში რა მათ აქვს ამისთვის საერთოდ პრეზიდენტს აქვს საპრეზიდენტო სასახლე პარლამენტის საპარლამენტო შენობა იმ თვითონ თავისი სამინისტრო და პერი ამბავები რა ყოველად დაუშვებელი და უკანონო რამეა ეხლა ვინმე იყოს კარგი ეხლა რა მოხდა ბოლო რა ეხლა მე აგიხსნით თქვენ რა შეასახე რა ეხლა ის როგორ არის მთელმა საქართველოსთან მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ მორიგეს უსინდისო დაკავდა არჩევნები რა ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევნებზე არ მოვიდა ეს ხო ჭეშმარიტებაა და რა გამოდის ეხლა მე გეტყვით რომ გამოდის რომ იმით მათი მოსვლა და ეხლა ამბიონზე ასლა მიკვლაფერი ეს და დალოცვა და ყველაფერი გამოდის რა რომ ეკლესია ამ დიდი ტყუილის თანამონაწილე ხდება ეს მითქვენ და ღმერთმა დაგვეპაროს ამისაგან რა ღმერთმა დაგვეპაროს რა ეს არის ყოველდღე დაუშვებელი რა ისე იგი სტროგორ არის რა ჩვენ ესე დროში ცხოვრობთ რომ საერთოდ აი ეს ფარისეულობა და ტყვილი გახდა რაღაც სამიზიტო ბარათი ჩვენი დროისა რა სამიზიტო ბარათი რა მაგრამ ეხლა კი ბატონო კაცური რას გინდა გააკეთე მაგრამ ეკლესიას რატომ აკრეპა ტყვილში მათ სჭირდება და რატომ სჭირდება ისე თქვენ რომ ამ ყველაფერი იყო მთელი ხალხის წინაშე კანონობა მოხდა ეს ტყვილი და გაყალბება როდესაც აინახეთ ესე რომ გვაკრიტიკებდო აგერ ჩვენ ეკლესიაში ვიყავით აგერ არავინ არის გასაკვირდა არავინ არაფერი თქვა პირიქით ამბიონზე საგვიყვანეს და ამბიონზე რა როგორ საოცრება ნიგერი მათქოვარები ეკლესიის ამბიონზე თან სვეტი ცხოველში რომელიც არის გული ჩვენი საქართველოს გულია რა აი ესე ნელა და შეუმჩნევლად ეს ტყვილი შედის ჩვენ ცხოვრებაში რა და ფარისეულობა რა ეს არის დაუშვებელი რა და ესეც უნდა ვიცოდოთ რომ ძალიან მალე ქართული ხალხი რომ ამ ყოველთვის განაჩენს გამოიტანს და მე უკვე ბევრ ადამიანს უნდა აქვს ამის გამო პასუხი რატომ იყვნენ ჩუმად რა ეხლა შეიძლება ვინმე თქვას იმარა მამა გიორგი რა ქვეყანა სამდებოება იყო და თეთრაბრები ყველაფერი იმათმა არაფერი არ ამხელეს ავსაკვიროს თქვენ ვინ მოგცეთ ამ ფილების უფლება მე გეტყვით თქვენ ეხლა ვინ მოგცეთ ამის უფლება გეტყვით ეხლა რა აი ვის გამიგე ეს უფლება აი ვინ მოგცეთ მე ამისთვის ძალა და უფლება ეთირამის საბოლოოდ უნდა გითხრათ რა ცოტა ხანში როცა ეს ყველაფერი დამთავრდება ის როგორ არის აი ამ თანამედროვე ფეოდალიზმისა და ფარისეულობის დრო მთავრდება და გულათებული ხალხის წინსვლა და გამარჯვების დრო იწყება ამინ